გელათის მნიშვნელობის სწორად დასანახად ის საზრისი უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც დავით აღმაშენებელმა მასში ჩადგა. ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ ის უაღრესად რელიგიური ადამიანი იყო და მთელი ცხოვრება ესწრაფოდა ქართველი ხალხის რწმენა განემტკიცებინა და მისი ფიზიკური არსებობა ძლიერი ქართული სახელმწიფოთი დაეცვა. ძველი ქართული სიტყვა აღშენება ორივე ასპექტს მოიცავს. ის არა მარტო ფიზიკურ შენებას ნიშნავს, არამედ სულიერ აღორძინებასაც. სწორედ ამიტომ უწოდეს მას ჩვენმა წინაპრებმა აღმაშენებელი. დავით მეფემ თავისი მიზნის მისაღწევად სწორი არჩევანი გააკეთა პირობითად რომ ვთქვათ, ბიბლიურ და ბიზანტიურ მიდგომებს შორის. ბიბლიური ისტორიის თანახმად, როდესაც ღმერთმა ჭეშმარიტი მონოთეისტური რწმენის აღორძინება გადაწყვიტა, უკვე არსებული ხალხი და სამეფო კი არ აერჩია, არამედ სასწაულებრივად შექმნა ებრაელი ერი ერთი ოჯახისგან, აბრაამისა და სარასაგან. ჭეშმარიტი რწმენა მამისაგან შვილს გადაეცემოდა როგორც ოჯახური სიწმინდე. ამიტომ უწოდებს ბიბლიური ღმერთი თავის თავს აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთს. ერთი რწმენის ქვეშ გაერთიანებული ასეთი ოჯახები, მათი წინაპრები და შთამომავლობა ქმნიან ეროვნულ ორგანიზმს. ბიბლიური თვალსაზრისით, ეროვნული ორგანიზმი ხალხის ისეთი უწყვეტი დროში გაშლილი ჯაჭვია, რომელიც ტრადიციული რწმენის ერთგულებას ინახავს და თვალის შინვით უფრთხილდება ამ რწმენაზე დაფუძნებულ ეროვნულ სიწმინდეებსა და ფასეულობებს. ეროვნული ორგანიზმის ამ ჯაჭვის უწყვეტობას განაპირობებს ეროვნული საზოგადოება, რომელიც ისტორიის ყოველ კონკრეტულ მომენტში მემკვიდრეობით მიღებულ ფასეულობებს სათანადოდ აცნობიერებს, უფრთხილდება და რუგუნებით გადასცემს მას მომავალ თაობებს. ბიბლიის მიხედვით სწორედ ასეთი საზოგადოება არის ჭეშმარიტი რწმენის შენარჩუნებისა და ეროვნული ორგანიზმის არსებობის გარანტი. მართლაც ებრაელებს საუკუნეების განმავლობაში აღარ ჰქონდათ სახელმწიფოებრიობა, მაგრამ წარმატებით შეინარჩუნეს მამაპაპათა რწმენა და ეროვნული იდენტობა. ეს გააკეთეს სინაგოგების გარშემო გაერთიანებულმა ოჯახებმა, რომლებიც ერთგულად იცავდნენ ტრადიციულ რწმენასა და რიტუალებს. ამის საპირისპიროდ ბიზანტიური ტრადიცია რწმენის დაცვის გარანტად იმპერიურ ხელისუფლებას მიიჩნევდა. მართლაც, იმპერატორები იწვევდნენ საეკლესიო კრებებს და დევნიდნენ ერეტიკოსებს. ასევე ბიზანტიური ცნობიერება ქრისტიანულ ოიკუმენას იმპერიის საზღვრებთან აიგივებდა, ანუ ფიქრობდა, რომ ყველა ქრისტიანი ხალხი მის საზღვრებში უნდა ყოფილიყო მოქცეული, რადგან მხოლოდ მას შეეძლო მათი დაცვა. აქედან მოდის ეგრეთ წოდებული მესამე რომის კონცეფცია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყოველთვის ისმოდა კითხვა, ვინ უნდა იყოს ქრისტიანული ფასეულობების ნამდვილი მცველი, სახელმწიფო თუ თავად ხალხი, ანუ ეროვნული საზოგადოება. დავით აღმაშენებელმა, როგორც ღრმად რელიგიურმა ადამიანმა, კარგად იცოდა, რომ სახელმწიფოს მხოლოდ ქრისტიანების დაცვა შეუძლია, თავად ქრისტიანობის მცველი კი ეროვნული საზოგადოებაა, რადგან ქრისტიანობას განაცხოველებს არა ბიუროკრატიული ადმინისტრირება, არამედ ინდივიდუალური საქმეები. ამიტომ იყო, რომ მთელი თავისი სიცოცხლე სხვა და ათინად და მეორე იერუსალიმად წოდებული გელათის დაარსებასა და აღორძინებას მიუწოდა. აქ ათენი და იერუსალიმი სხვათა პატივის მიტაცების მიზნით კი არ იყო გამოყენებული. ისინი გამოხატავენ რწმენას, რომ გელათში შეუკვნელადაა დაცული გამოცხადებითი ჭეშმარიტების პირვანდელი სიწმინდე და იქ ქრისტიანული რწმენის ათიურად ღრმა ფილოსოფიური გააზრება ხდება. ამის გარეშე ხალხი არც შეიძლება ქრისტიანერად ჩაითვალოს და მას არც ქრისტიანობის დაცვა შეეძლება. ამიტომ ანიჭებდა მეფე დავითი და მისი თანამოაზრენი გელათს მახვილზე, ანუ პოლიტიკაზე უფრო დიდ მნიშვნელობას. ამ თვალსაზრისით ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აბდულ მესიანში იოანე შავთელი ახალ რომად საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ ცენტრს თბილისს კი არ მოიხსენიებს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, არამედ გელათს ის წერს. ახალო რომო, შენთვის თქვეს რომო, უფროს იქმნესო მყოფთა ყოველთა, ნატრი ელათსა, თვითმას გელათსა, სადრომ დაგზავნენ წმინდა ცხეულსა. გელათის მნიშვნელობის დავითისეული ხედვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გელათი ქრისტიანული, ეროვნული სოფხედელობისა და ეროვნული საზოგადოების ჩამოყალიბების სკოლა უნდა გამხდარიყო. ამის გამოხატულებაა წმინდა მეფის სურვილი მისი ნეშტი მონასტრის კარიბჭეში დაეგრძალათ. ამით მან სიმბოლურად გამოხატა მისი უმთავრესი ცხოვრებისეული მისწრაფება. სულიერად აღორძინებულ საქართველომდე მიძღვროდა მის შთამომავლობას.